გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. ეს ბოლო დღეებია მთელ მსოფლიოში ლაპარაკობენ მხოლოდ და მხოლოდ ეგვიპტეზე და პირამიდებზე, რადგან თანამედროვე კვლევების შემდეგ გაირკვა, რომ გიზის პირამიდების ქვეშ არის მეტად უცნაური რამ და ამ ვიდეოში მოგიყვებით იმაზე, თუ რა არის პირამიდების ქვეშ და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ნიკოლა ტესლასთან. მაგრამ მოდით ტესლამდე ცოტა თანმიმდევრულად მივიდეთ. თავიდან რა მოხდა? ახალი თანამედროვე კვლევებით რადარზე გამოჩნდა, რომ გიზის პირამიდების ქვეშ არის 648 მეტრის სიმაღლის ცილინდრული მილები. ეს მილები დგას თავის მხრივ ორ უზარმაზარ კუბზე და მთლიანად ამ კონსტრუქციას, ანუ რაც პირამიდის ქვემოთ არის, უნდა ქონდეს 2 კილომეტრი სიღრმე, რაც არის უნორმოდ დიდი კოლოსალურად წარმოუდგენელი კონსტრუქცია. და ასე რაღაცნაირად შედარება რომ გავაკეთოთ, ეს კონსტრუქცია თავიდან ბოლომდე რამხელაც უნდა იყოს, აი ესე ფანქარი რომ ავიღოთ და პირამიდა რომ იყოს მხოლოდ წვერი, ისიც კიდე პატარაზე. მაგრამ რა არის და როგორ გააკეთეს ეგვიპტელებმა ეგ? ეგვიპტელებს ეგ ვერ უნდა გააკეთებინათ. რაც თემ მსოფლიოში იწვევს შეთქმულების თეორიების უამრავ და უდიდეს ტალღას. შეთქმულების თეორიის ბლოგერები ამბობენ, რომ აი ხო გეუბნებოდით, რომ პირამიდა არ არის ეგვიპტელების აშენებული და მოკლედ თუ რაიმე მიმდინარეობის შეთქმულების თეორია არსებობს, პირამიდები ყველაში ფიგურირებს და ყველა თეორიას აწყობს, რომ რაღაც მატრიცაში ვცხოვრობთ, რომ წელი დედამიწაა სინამდვილეში, რომ და რომ. ყველა რომ აღარ ჩამოთვალო ათასობით თეორიაა. ხო, ორი მთავარი დამავიწყდა. ერთი არის უცხოპლანეტელები, რომ უცხოპლანეტელებმა ააშენეს სინამდვილეში პირამიდები და მეორე მთავარი თეორია, რომ პირამიდები აშენებულია ჩვენი ცივილიზაციის პრე-ცივილიზაციამდე. ანუ პრე-ცივილიზაციაც არსებობდა, შეიძლება არაერთი და იმ ცივილიზაციამ ააშენა პირამიდები. მათი ცოდნა განადგურდა, დედამიწაზე არსებული ყველანაირი ცოდნა გარესეთდა, ასე ვთქვათ. და შემდეგ დაიწყო ჩვენ ცივილიზაცია, სადაც ახლა ვცხოვრობთ. ძირითადად ამ თეორიების ირგვლივ ლაპარაკობს ხალხი ახლა. რადგან, როგორც გითხარით, ამხელა კონსტრუქცია ეგვიპტელი მონების მიერ აშენებული ვერ უნდა იყოს. ახლა მივყვეთ თანმიმდევრულად. ავწეროთ პირამიდის გენიალურობა და დავფიქრდეთ, მართლა შესაძლებელია თუ არა აეშენებინათ ძველ ეგვიპტელებს ესეთი გენიალური რაღაც. და რადგან პირამიდის ქვემოთ იმ 2 კილომეტრის სიღრმეზე არ ვიცით რა არის. ჯერჯერობით. მხოლოდ პირველადი ინფორმაცია გვაქვს, რაც რადარებზე გამოჩნდა, თუმცა ეს მთელ მსოფლიოში გაშუქდა და სანდო ინფორმაციაა წესით. მაგრამ მოდი მაგ პირამიდის სიღრმეში არ ჩავიდეთ და მხოლოდ პირამიდის ზემოთ შევაფასოთ. რადგან პირამიდის ზემოთ რაც არის, ეგეც უკვე სრული სიგიჟეა. სხვათაშორის, დაახლოებით 1 წლის წინ ან ცოტა მეტის წინ მე ერთ-ერთ ვიდეოში გითხარით, რომ პირამიდებზე ვაპირებდი სამომავლოდ ვიდეოს გადაღებას, რადგან პირამიდების შესწავლა რომ დავიწყე, მივხვდი, რომ იქ ჩვეულებრივად არ არის საქმე. და გითხარით, რომ ეგვიპტეშიც მინდოდა წასვლა, რომ ჩემი თვალით მენახა პირამიდები. სანამ კიდევ უფრო სიღრმეებში შევალთ, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ პირამიდების ასე ვთქვათ, სახლად და სამშობლოდ კი ეგვიპტე მიიჩნევა ახლა, მაგრამ პირამიდები არის მთელ მსოფლიოში. The fact that there are pyramids on 5 continents around the world ჩინეთში, ტაილანდში, თითქმის მთელ აზიაში, რუსეთში, ამერიკაში ხო საერთოდ, აფრიკაში და კიდევ უფრო სიგიჟეა, რომ რა პირამიდებიც არსებობს ხმელეთზე, უფრო მეტი არსებობს წყალში. ეს მაინც რომ ვიცოდეთ. ახლა ამ ვიდეოში მე რასაც მოგიყვებით, ეს ყველაფერი არ ვიცოდი მაშინ, როცა დავეჭვდი პირამიდებზე და დასაეჭვებლად მეყო სულ ის რამდენიმე მარტივი მაგალითი, რასაც სკოლაში ვსწავლობთ და საჯარო ინფორმაცია. არანაირი რადარი და რაღაცა ძალიან სიღრმისეული და გამოკვლეული ინფორმაცია არ ვიცოდი მაშინ. მაგრამ ახლა მე გეტყვით მხოლოდ იმ ფაქტებს, რაც სკოლაში ისწავლება პირამიდებზე და მოდი ახლა ეგ შევაფასოთ. პირველი ფაქტი, რასაც ახლა გეტყვით, კარგად დაიმახსოვრეთ, გაიაზრეთ და მთელი ვიდეოს მსვლელობისას ეს ფაქტი გქონდეთ გონებაში. მეც ტიტრებად გამოგიდათ ხოლმე, რომ არ დაგავიწყდით. რომ დავსვათ კითხვა, როდის აშენდა პირამიდები? პასუხად მივიღებთ ასეთ რამეს. ეგვიპტის პირამიდების მშენებლობა დაიწყო ძველი სამეფოს პერიოდში, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 2600-2500 წლებში. ყველაზე ცნობილი პირამიდა, ხეოფსის პირამიდა, ანუ გიზის დიდი პირამიდა, გიზის სამი პირამიდიდან მთავარი პირამიდა. აშენდა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 2550 წელს და პირამიდების უმრავლესობა აშენებულია ამ პერიოდში. ძველი წელთაღრიცხვის 2600-2494 წლებში. ახლა ნახეთ, შეიძლება ეს ამბავი, რომ ახლა ჩვენ ვცხოვრობთ ქრისტეს დაბადებიდან, ქრისტეს შობიდან 2025 წელს და ეს პირამიდები აშენდა ქრისტეს შობამდე 2600 წელს. ანუ ჩვენიდან ქრისტემდე უფრო ცოტა დრო გავიდა, ვიდრე პირამიდის აშენებიდან ქრისტეს დაბადებამდე. კარგი მკაფიო შედარებად მოყავთ კიდე კლეოპატრას მაგალითი. კლეოპატრაც ქრისტეს შობასთან ახლო პერიოდში იყო. ახლა ნახეთ, რომ დავსვათ შემდეგი კითხვა. როდის დაიწერა პირველი წიგნი, რომელიც შემორჩენილია დღემდე? პირველი წიგნი კაცობრიობაში, რაზეც ვიცით რომ არსებობდა, არის გილგამეშის ეპოსი. გილგამეშის ეპოსი თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2100-2000 წლებით. ანუ მსოფლიოში პირველი წიგნი 600 წლით ახალგაზრდაა, ვიდრე პირამიდა.
შეიძლება ამის კონტრარგუმენტი იყოს, რომ სხვა წიგნებიც არსებობდა, მაგრამ ისინი ვერ შემორჩა ჩვენამდე. და ეს გილგამეშის ეპოზე რაღაც ქვაზე იპოვეს თუ კლდეზე ამოდვიფრული. მაგრამ ჩემი აზრით რაღაც მაინც უნდა შემორჩენილიყო და როგორც ასეთი წიგნები არ უნდა ყოფილიყო საერთოდ. ამაზე რაღაცნაირად ასე უნდა შევთანხმდეთ. იმიტომ რომ სხვა გზა არ გვაქვს. ახლა ნახეთ, ჩვენ ვსაუბრობთ ეპოქაზე, სადაც ადამიანებმა წიგნის წერა არ იციან, მაგრამ პირამიდებს აშენებენ. და როგორც ფილმებიდან თუ გავიხსენებთ კადრებს როგორ აშენდა პირამიდები, რაღაც ათასობით მონა მოაცრევს დიდ ქვის ლოდებს. ეს რატო არის შეუძლებელი ნახეთ. პირამიდა შედგება 2.300.000 ქვისგან, რომელიც 2 ტონიდან 80 ტონამდეა. სხვადასხვა ქვა, სხვადასხვა სიმძიმის არის და ზომის. ეს ქვები კიდე ისეა დალაგებული, რომ შეუძლებელია ფურცელით შეაცურო ქვებს შორის. მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ყველაზე დიდი ქვა, რაც პირამიდაში არის 80 ტონა. 80 ტონიანი ქვა რამხელა ნახეთ. აი რომ დავითვალოთ, რამდენი ადამიანია. 26 ადამიანი დგას ქვაზე. ამ ქვაზე რო ცოტა ეფექტურად ვეცადოთ ადამიანების დაყენებას, ალბათ 200 ადამიანი დაეტევა. და ეს ქვა გამოთალეს, წაათრიეს და პირამიდის სამშენებლოდ გამოიყენეს და თან ამხელა ქვები პირამიდის ძირში არდევს, ანუ ატანილია საკმაოდ მაღლა დაახლოებით ცენტრში. ამხელა ქვა შეუძლებელია მონემა გაათრიონ. თან ისეთ ეპოქაში, სადაც ადამიანებს ჯერ წიგნებიც არ აქვთ, მაგრამ თავარი სიგიჟე ჯერ არ მithქვამს. პირამიდები სადაც არის აშენებული, იქ არსად არ მოიპოვება გრანიტი. და ოფიციალური ინფორმაციით გრანიტი სადაც მოიპოვება და საიდანაც მიიტანეს პირამიდებში. ეს არის ქალაქი ასუანი. ქალაქი ასუანი პირამიდიდან მდებარეობს 900 კილომეტრში. 900 კილომეტრი იცით ამ ხელაა. 900 კილომეტრი არის შავი ზღვა სიგრძეში. ნახეთ, საქართველოდან ბულგარეთამდე არის 952 კილომეტრი. ან საქართველოდან საუდის არაბეთამდე არის 1000 კილომეტრი. იგივე მანძილია პირამიდები არის დაახლოებით აქ და ასვანი არის აქ. აი ასვანი და აი პირამიდები. საქართველოს რომ ავიღოთ ესე ბათუმიდან აი აქამდე, სადაც პირდაპირ შეგვიძლია სწორი ხაზის გავლება, არის 380 კილომეტრი. მხოლოდ. ხო და 900 კილომეტრი რომ ამხელა ქვები გაათრიეს მონებმა, რომელთაც წიგნებიც არ აქვს. ეგ არ არის რეალისტური ჩემი აზრით. და თან ეს ქვა რომ აწიო დაახლოებით მე-10 სართულის სიმაღლეზე. მე როცა გითხარით პირამიდებზე მინდა ვიდეოს გადაღება თქო, მაშინ ეს ინფორმაცია მქონდა მხოლოდ. ასაკი, ქვების რაოდენობა, წონა და მანძილი საერთოდ ქვები მოიტანეს. ეს უკვე შეუთავსებელი სამეულია. მაგრამ ეს ჯერ არაფერია, მოდი გავაგრძელოთ. მაგალითად სფინქსი. სფინქსი საერთოდ არ არის ეგვიპტური. არავინ არ იცის რატომ ააგეს, რა ქვია და ვინ არის. ის რომ სკოლაში ისწავლება რომ სფინქსი ფარაონების თუ პირამიდების მცველია, ეგ არასწორია. რადგან თვითონ სფინქსის სახელი ბერძნებმა დაარქვეს, როცა ეგვიპტეში ჩავიდნენ, ნახეს სფინქსი და თავიანთი მითოლოგიიდან, რასაც ყველაზე მეტად ვიზუალურად შეუხამეს, ასე ვთქვათ, მის სახელი დაარქვეს. და სფინქსი არის ბერძნული მითოლოგიიდან, თვითონ სფინქსის სახელი. ამიტომ სფინქსი ვინ არის, რა უნდა და რატომ არსებობს, არავინ არ იცის. შემდეგი ძალიან დიდი უცნაურობა, რაც პირამიდებს ახასიათებს, ეს არის სიმეტრია. როცა ადამიანს ვხატავთ, ან ადამიანს ვძერწავთ, ან ქანდაკებას ვაკეთებთ, ან ზოგადად ადამიანი არასოდეს არ არის სიმეტრიული. ადამიანის მარჯვენა და მარცხენა მხარე ყოველთვის განსხვავებულია. This is my good side და რაღაც ხო იცით? ანუ ეს მხარე უფრო ლამაზი მაქვს, აქედან გადამიღე და ეგეც რაღაცები. ეგრე არის სულ, არც ერთი ადამიანი სიმეტრიული არ არის. ამიტომ ხატრები, მოქანდაკეები და ხელოვანი ხალხი ადამიანებს როცა ხატავენ ან აქანდაკებენ ან ძერწავენ, სიმეტრიულს არ აკეთებენ ხოლმე. იმიტომ რომ არაბუნებრივი იქნება. მაგრამ ხელოვნებაში არის ასეთ ნიუანსი. თუ შენ ხატავ ადამიანს, ადამიანი სიმეტრიული არ უნდა იყოს, მაგრამ თუ შენ ხატავ ღმერთს, ღმერთი უნდა იყოს სიმეტრიული. თუნდაც მითოლოგიურ ღმერთებს გულისხმობ. ეს არის სიმეტრია, რომელიც დაცულია ძველ ეგვიპტურ ნამუშევრებში. ნახეთ რამდენად სიმეტრიულია. ეს არის სანტიმეტრებში თუ გავზომავთ. მეასედების სიზუსტით არის სიმეტრიული. ბევრი თანამედროვე მეცნიერი ამბობს, რომ ძველი ეგვიპტური ნამუშევრები იმდენად სიმეტრიულია ყველაფერი, რომ ამის გაკეთება ხელით შეუძლებელია. და უფრო თოდა გიჟურია, მაგრამ ვარაუდობენ იმას, რომ ყალიბშია ჩამოსხმული უფრო ვიდრე გამოძერწილი. ან რაც შეიძლება ლაზერით გაკეთებული იყოს. რაც კიდე უფრო სიგიჟეა. ნახეთ უბრალოდ თასი თუ ვაზა რამდენად სიმეტრიულია. კიდევ ერთი სიგიჟე რაც არის. ეს კოორდინატები მეფზე არის გიზის პირამიდის კოორდინატები ზუსტად. სინათლის სიჩქარე არის 300,000 კილომეტრი წამში, მაგრამ 300,000 ვამბობთ დამრგვალებულად. სინამდვილეში არის 299,792 კილომეტრი წამში. შეგვიძლია ამასაც დამთხევა დაუძახოთ, მაგრამ ახლა ისეთ რაღაცებს გეტყვით, რომ იმას ვერ დაუძახებთ დამთხევას. მაგალითად, დამთხევას ვერ დაუძახებთ იმას, რომ პირამიდის ორიენტირი არის სრულიად სიგიჟე რამე, მაგრამ ეგ რომ გავიგოთ, მანამდე ავხსნი რაღაცას. ჩრდილოეთი ზოგადად არსებობს ორი. ერთი არის გეოგრაფიული ნამდვილი ჩრდილოეთი და მეორე არის მაგნიტური ჩრდილოეთი. გეოგრაფიული ნამდვილი ჩრდილოეთი იგივე True North არის დედამიწის ღერძის ის წერტილი, სადაც პლანეტის ბრუნვის წარმოსახვითი ღერძი კვეთს დედამიწის ზედაპირს. მეორე მაგნიტური ჩრდილოეთი, Magnetic North არის ადგილი, სადაც კომპასი მიანიშნებს ჩრდილოეთს. ეს წერტილი გამუდმებით იცვლის პოზიციას და განსხვავდება ნამდვილი ჩრდილოეთისგან. დიდი პირამიდა, გიზის მთავარი პირამიდა, მიმართულია გეოგრაფიული ნამდვილი ჩრდილოეთისკენ და არა მაგნიტურისკენ. ემთხვევა ისე ზუსტად, რომ ცდომილება მხოლოდ 0.5 მეასედი გრადუსია.
ასეთი დოზის ცდომილება 4500 წლის წინ აგებული ნაგებობისთვის. აი როგორი წარმოუდგენელია, იცით, აი სიტყვები არ ყოფნის. ახლა მაგალითად შენობებს რომ აშენებენ და თანამედროვე გეოდეზურ მოწყობილობებს იყენებენ, რომელიც GPS-ზეა ოპტიმიზირებული, მაგათ უფრო მეტი ცდომილება აქვთ ხოლმე, ვიდრე პირამიდას აქვს. მაგალითად, პარიზის თანამედროვე ობსერვატორია რომ ააშენეს, ეგ ობსერვატორია არის გასწორებული პარიზის მერიდიანის ხაზზე. სიგიჟეა, მაგრამ ეს პარიზის თანამედროვე ობსერვატორია რომ შეადარო გრადუსებით პირამიდას, პირამიდა უფრო სწორად არის აგებული, ვიდრე პარიზის თანამედროვე ობსერვატორია. თან ობსერვატორია ხო ჩვეულებრივი შენობა არ არის. ობსერვატორიაზე ყველაზე მეტად მოინდომებდნენ რომ გაისწორებინათ. შემდეგი სიგიჟე არის მათემატიკური კონსტანტა π. π ყველაზე გეცოდინებათ რომ არის 3.14. პირამიდის სიგრძეს რომ დავუმატოთ ციგანი და გავყოთ სიმაღლეზე უდრის π-ს. ასევე ძალიან ცნობილი golden ratio, ოქროს შვალედი ან ფიბონაჩის თანმიმდევრობა. π არის 1.76. თუ მაგალითად დიზაინის ან არქიტექტურის ან რაღაცა იგივე სფეროში თუ ფეხ შედგამ, ამას თავიდანვე გასწავლიან ხოლმე წესით. ეს არის ბუნების კანონი, რითიც აგებულია ძალიან ბევრი რამე და ითვლება იდეალურ სიმეტრიად. ცნობილი ლოგოები, მაგალითად, Twitter-ის ლოგო, Pepsi-ის ლოგო, Apple-ის ლოგო, ყველაფერში ადამიანები ვიყენებთ ფიბონაჩის თანმიმდევრობას. საოცარია, მაგრამ პირამიდაც იდეალურად ჩდება ამ ოქროს შვალედის ფორმულაში. ეს არის გიზის მთავარი სამი პირამიდა, თავის სფინქსიანად. პირამიდის 4 მხარის ზედაპირის ფართობი, რომ გავყოთ ფუძის ფართობზე, უდრის ფიბონაჩის თანმიმდევრობას, ოქროს შვალედს, P-ს. 1.618,000-ს. ასევე ცაში ვარსკვლავი არის ორიონის კამარი, ორიონის სარტყელი, რომელიც შედგება ამ სამი ვარსკვლავისგან. და ამ სამი ვარსკვლავის მდებარეობა იდეალურად იმეორებს გიზის სამი პირამიდის პოზიციას. და არის მომენტი, როცა პირამიდის თავზე ეს სამი ვარსკვლავი აი ესე იდეალურად განთავსდება ხოლმე. ასევე სკოლაში ხო გასწავლიან, რომ პირამიდები შეიქმნა იმისთვის, რომ ფარაონები დაესაფლავებინათ და მონები აშენებდნენ 30 წელი თუ რაღაც. და კიდე საგანძური შეეტანათ და დაემალათ. გიზის ამ სამ პირამიდიდან არც ერთში არ არის ნაპოვნი მუმია საერთოდ. არ არის ნაპოვნი საერთოდ განძი და არ არის მოხატული კედლები საერთოდ. კიდე დამავიწყდა მე თქვა, როცა სიმეტრიაზე ვლაპარაკობდი. პირამიდების ახლო-ახლო და ძველ ეგვიპტეში ზოგადად, ძველი პირამიდების დროინდელი რაღაცები რაც არის ნაპოვნი. როგორც სიმეტრია არის უნიკალური ასევე ერთი სიგიჟე რამ. მაშინ არ არსებობდა რკინა, მაქსიმუმ იყო სპილენძი და ნაპოვნი გრანიტის ქვები და ფიგურები არის დაჭრილი. და ძველ ეგვიპტელებს არ უნდა ქონოდათ არანაირი საშუალება ისეთი, რითიც შეეძლოთ გრანიტის ქვა გაეჭრათ. და ნახეთ რეებია ნაპოვნი. აი აქ როგორ არის თითქოს ხერხისგან ჩანაჭრელი. ეს მომრგვალებაც კიდე მოჭრით არის გაკეთებული და არა ხელით. იმენად ზუსტია. აი ესეც. თანამედროვე პროფესიონალი ადამიანები, ვინც ამ სფეროთი არიან დაკავებულნი, ისინი ამბობენ, რომ შეუძლებელია ხელით გააკეთო ასეთი მოჭრა. აი ამ ქვაზე კიდე ეთყობა აქ როგორ ჭრიდნენ და აქ შემდეგ დაიგიდეს და აღარ გააგრძელეს, მაგრამ რაღაცა მოწყობილობით არის ჩაჭრილი. აი კიდევ ესეთი. თანამედროვე მკვლევარები გვეუბნებიან, რომ სპილენძის იარაღით ასეთი ჭრილის გაკეთება შეუძლებელია, რადგან გრანიტს ბევრად უფრო დიდი სიმკვრივე აქვს ვიდრე სპილენძს. ეგ იგივეა კარაქით რომ სცადო ალუმინის გაჭრა. ეს ყველაფერი რაც მე ახლა მოგიყევით, ბოლო თანამედროვე აღმოჩენამდე ისედაც ცნობილი იყო და ამიტომ იყო პირამიდები ყოველთვის შეთქმულების თეორიების ერთ-ერთი საკვანძო რამე. პლუს კიდე პირამიდებში აღმოჩენილია უამრავი საიდუმლო ოთახები და გვირაბები, რომლის დანიშნულებაც ასე არ იყო ახსნილი არასდროს. სანამ გადავალთ ამ ყველაფერთან ტესლას კავშირზე, მინდა რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ ეს რაღაცები რაც გითხარით. არხით გამოიწერეთ, არ დაგიძალოთ და ლაიქება. და მე ვეცდები საინტერესო ვიდეოები არ მოგაკლოთ. ათობით კომენტარი დაიწერა ჩემ არხზე პირამიდებზე ველოდები ვიდეოსო და აი გამოვაცხი. აქვე გეტყვით, რომ ეგვიპტელებისთვის მაგალითად კატა იყო ძალიან წმინდა არსება. ქალღმერთ ბასტეტთან იყო დაკავშირებული, რომელიც იყო ოჯახური სიმყუდროვის, დედობის, ნაყოფიერების და დაცულობის სიმბოლო. კატები ეგვიპტურ ოჯახებში არა მხოლოდ შინაური ცხოველები, არამედ ოჯახის სრულფასოვანი წევრები იყვნენ. მათ განსაკუთრებულად ულიდნენ, იცავდნენ და პატივსცემდნენ. კატაზე ძალადობა ან მკვლელობა უმძიმეს დანაშაულად ითვლებოდა და დამნაშავე შეიძლება სიკვდილითაც კი დაესაჯათ. აი, კატაზე ვლაპარაკობდი. აი კამერა იქა. კაცები. გადავიდეთ უახლეს აღმოჩენებზე და თქვათ, რომელია ყველაზე პოპულარული გავრცელებული თეორია ამ ყველაფრის ასახსნელად. და ეს თეორია არის ის, რომ ჩვენს ცივილიზაციამდე არსებობდა რაღაც სხვა ცივილიზაცია, რომელსაც ჰქონდა ისეთი უნიკალური ცოდნა, რაც შემდეგ დაიკარგა. მაგალითად, ახლა ჩვენ რომ ვიყენებთ დენს, ელექტროენერგიას და რაც თუ წარმოვიდგინთ, რომ დედამიწაზე მოხდა რაღაც ისეთი კატასტროფა, რამაც ყველაფერი გაანადგურა და შემდეგ ახალი ცივილიზაციამ დაიწყო არსებობა, ის ცივილიზაცია ისე რომ განვითარდეს, ელექტროენერგია როგორ აღმოაჩინოს. დაახლოებით ეგეთი რაღაცა. ეს ცოდნა უნდა ყოფილიყო
ეს ცოდნა უნდა ყოფილიყო ვიბრაციებზე დაფუძნებული. ან დედამიწაზე რაც არსებობს, დედამიწაზე არა, ზოგადად რაც არსებობს, ესე მიკრონაწილაკების დონეზე ყველაფერი ვიბრირებს. ან შეუძლებელი არსებობდეს რამე, რაც არის სტატიკური, რაც არსებობს, ყველაფერი ვიბრირებს. შესაბამისად, რაც არსებობს, ყველაფერს გააჩნია თავისი ჰერცი, ვიბრირების ჰერცი. და შენ თუ იცი ეს ჰერცის ტექნოლოგია როგორ უნდა მართო, მაშინ შეიძლება იყოს უდიდესი ძალა და ძალა არის ყველაფერი, რასაც აქვს ჰერცი. რაც ერთი თეორია გამიგია იმაზე, რომ შეიძლება პირით გამოუშვა ისეთი ხმა თუნდაც, რომ ის რაღაც გიგანტური ლოდები, რითიც პირამიდები აშენებული, ის აწიო. ან ხმით თუ არ გამოუშვებ შენ თვითონ ადამიანი, შეიძლება რაღაც მოწყობილობას გააკეთებინო იგივე. ან ფილმებში ხომ გინახავთ, რომ კივის ვიღაც და მინები რო იმსხვევა. შეიძლება ეს ენერგია დააკორექტირო შენ სასარგებლოდ. აი მაგალითად ოთახში თუ გააკეთებ ისეთ საკეთს, რომელიც რაღაც კონკრეტულ ჰერცზე იღება და ამ ოთახში გამოუშვებ ისეთ ჰერცებს, რომელიც ამ ოთახში არსებული რაღაცეებიდან მხოლოდ იმ საკეთს დაემთხევა, შეიძლება მაგით რომ საკეთი გააღო, ესე უხეშად რომ ვთქვათ. და ძალიან ბევრი ექსპერიმენტია მაგის YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ ეგეთი რაღაცეები. პირამიდაში აღმოჩენილი მილები უნდა იყოს ტექნოლოგია, როგორც ახლა ამბობენ, რომ დედამიწის ვიბრირებიდან ამოსული ჰერცები პირამიდამ ან დააკონვერტიროს როგორც ენერგიად და შეინახოს, ან უბრალოდ მოიპოვოს და მერე რაღაცნაირად სხვანაირად გადააქმნა. სხვათა შორის არსებობდა ესეთი ინჟინერი, კრისტოფერ დანი, რომელმაც 1998 წელს გამოაქვეყნა წიგნი სახელად The Giza Power Plant, ანუ გიზის ელექტროსადგური. ამ თანამედროვე კვლევებით რაც აღმოჩნდა, ყველაზე ახლოს ამ თეორიასთან შეიძლება იყოს ეს მოცემულობა, რომ პირამიდა არის ელექტროსადგური ისეთი ენერგიის, რომელიც ჩვენ ცივილიზაციას არ აქვს ახლა, ან არ არის საჯარო ყოველ შემთხვევაში. ტესლაზე ბევრი რაღაც მოვიძიე თუ სადმე უხსენებია პირამიდები თვითონ ან ჩანაწერებში ან სადმე ისე, მაგრამ არაფერი არ არის საჯარო მაგასთან დაკავშირებით. ტესლასა და პირამიდების კავშირს შორის, მაგრამ რასაც ტესლა აკეთებდა, ფაქტობრივად არის იმ ძველი ტექნოლოგიის ძიება თითქოს. და შემდეგ არის უამრავი მეცნიერის ნაშრომი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდი კავშირია ტესლასა და პირამიდებს შორის და თითქოს ტესლა მაგას იყენებდა და უნდა მაგის განხორციელება. თითქოს ტესლამ იცოდა, რომ პირამიდას ჰქონდა ენერგიის გენერირების და გავრცელების ფუნქცია და მაგის გაკეთება უნდა თავის ტექნოლოგიებში. მაგალითად, ტესლას ერთ-ერთი მთავარი იდეა იყო, რომ თვითონ დედამიწა არის ენერგიის ულიმიტო წყარო და პირამიდები უნდა იყოს აშენებული ისე, რომ ეს ენერგია შეინახოს უბრალოდ, მოაგროვოს და შეინახოს. და ეს ენერგია უნდა გამოიყენოთ ადამიანებმა ჩვენ სასარგებლოდ. და რადგან ეს ენერგია თვითონ დედამიწის საკუთრება, შესაბამისად ადამიანებისთვის უფასო უნდა იყოს. ტესლა შეეროდა, რომ ძველი ცივილიზაციები ამ ენერგიის გამოყენების ტექნიკებს ფლობდნენ. ყველაზე დიდ დროს, რასაც ტესლა უთმობდა თავის საქმიანობაში, ერთ-ერთი მთავარი იდეა რაც იყო მისთვის. ეს არის ენერგიის არატრადიციული გზებით მიღება და გადაცემა. მაგალითად, დენის გადაცემა სადენის გარეშე. პრესტიჟი ფილმი ალბათ ნახი გაქვთ, მანდაც ეგრე არის შემოყვანილი, რომ ტესლა ნათურებს ანთებს ისე რომ სადენით არ არის დაკავშირებული. აი ფილმი ნახეთ თუ არ გინახავთ. ტესლამ 1905 წელს დააპატენტა თავისი გამოგონება, რომელსაც ერქვა ენერგიის გადაცემის ხელოვნება ბუნებრივ პირობებში, ბუნებრივ გარემოში. ამ გამოგონებაში აღწერილია გლობალურად განლაგებული გენერატორების სისტემა, რომელსაც უნდა გამოეყენებინა დედამიწის იონოსფერო ულევი ენერგიის წყაროდ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ტესლას უნდოდა მთელი დედამიწა ქცეულიყო ბუნებრივ გენერატორად, უბრალოდ გიგანტურ ელექტროგენერატორად. ჩვენი პლანეტა თითქოს ბუნებრივად გიგანტურ დინამოს წარმოადგენს, რომელსაც აქვს თავისი პოლუსები, როგორც პლუსი და მინუსი. ჩვენი პლანეტა ისედაც წარმოშობს უამრავ ენერგიას, ბუნებრივად. ამ იდეის რეალიზაციისთვის ტესლამ გააკეთა თავისი კოშკები, რომელიც ტესლას კოშკებით არის ცნობილი. ამ კოშკების საშუალებით ელექტროენერგია ერთი შტატიდან მეორეში უნდა გაიგზავნა უსადენოდ. დედამიწის ენერგეტიკული ველის გამოყენებით და სპეციალურად შერჩეული ადგილების მეშვეობით, ადგილმდებარეობის. ტესლა იმდენად დიდ ყურადღებას აქცევდა კოშკის ადგილმდებარეობას, რომ თავდაპირველად მის იდეების პირამიდებთან კავშირი ადგილმდებარეობის პრინციპის გამო დაუკავშირეს თითქოს. მაგალითად, ორდენკლიფის კოშკის ადგილმდებარეობა განსაზღვრა იმის მიხედვით, რომ დედამიწის რეზონანსული თვისებები გამოეყენებინა. კოორდინატების სწორად გამოთვლაზე აკეთებდა ძალიან დიდ სამუშაოს. ტესლას აზრით, პირამიდის მთავარი ძალა მის ფორმაში კი არ არის, არამედ მის ადგილმდებარეობაში. ორდენკლიფის და კოლორადოს კოშკები შეარჩია იმავე კანონების მიხედვით, რის მიხედვითაც უნდა აშენებულიყო გიზის პირამიდები იქ, სადაც აშენდა. ორდენკლიფის კოშკი აშენდა წყლით გაჯერებულ ნიადაგზე, ტენიანი ქვიშის ზედაპირზე და ამ კოშკის ქვეშ ტესლამ
ლითონის ღრმად შეყვანილი კონტაქტები განათავსა. ფაქტობრივად რომ დაემიწებინა. წყალი და ნიადაგი გამოიყენებოდა ელექტროგამტარობასა და ხმოვან რეზონანსში. რაც მოგვიანებით შეადარეს იმას, თუ როგორ დგას გიზის პირამიდა მიწისქვეშა წყლების ზემოთ. კიდე ტესლასა და პირამიდებს შორის მისტიკურ კავშირს უკავშირებენ ხოლმე ტესლას მიდრეკილებებს 3, 6 და 9 რიცხვების მიმართ. ამბობდა რომ ცხოვრების გასაღები არის 3, 6 და 9 და ცდილობდა ისეთი რიცხვები გამოეყენებინა ყველაფერში, რაც არის 3-ის ჯერადი. მის თანამედროვეები ამბობდნენ რომ იმდენად უცნაური ადამიანი იყო, რომ შენობაში შესვლამდე 3-ჯერ შემოუვლიდა ხოლმე წვეს. გასაღებს 3-ჯერ კეტავდა ხოლმე. სასტუმროში თუ რჩებოდა, ისეთ ნომრებს არჩევდა, რომელიც რიცხვით 3-ზე იყოფოდა. პირამიდის ფორმაც თავის მხრივ იკვეთება 3-ის სიმბოლიკასთან. მართლაც პირამიდა თვითონ სამკუთხედია. გიზის თავარ სამ პირამიდაში 3 პირამიდაა და კიდე ბევრი ასეთი სხვა დეტალები. ახლა რა აღმოჩენებიც გაკეთდა, მთელი მსოფლიოს მედიამ გააშუქა, მაგრამ ჯერ მხოლოდ პირველადი კვლევები ვიცით. და კიდევ ეს კვლევები რომ გაღრმავდება და მართლა იქ შეიძლება გათხრებს ჩაატარებენ თუ რა ვიცი რა სიზამოდ. თუ ეგრე დადასტურდა მართლა, უკვე ფაქტობრივად დადასტურებულია ისე გავრცელდა, მაგრამ როცა უკვე ვიზუალურად გვექნება ნახვის შესაძლებლობა, ეგ იქნება იმის ფიზიკური დასტური, რომ ჩვენს ცივილიზაციამდე არსებობდა სხვა ცივილიზაციები. ეს რამდენჯერ მოხდა კიდე ეგრე, მეგიც არ ვიცით. და ეს ხედვა მთლიანად ცვლის იმ აზროვნების კონცეფციას, რომელშიც ჩვენ ვიბადებით და ვიზრდებით. და საერთოდ რა წარმოდგენები გვაქვს ამ სამყაროზე. მე რაც მოგიყევით ვიდეოში, ამას წიგნის გარეშე მყოფი ეგვიპტელი მონები ხო ვერ ააშენებდნენ. იმდენად ზუსტად არის ბევრი რამე და ეს რაც ქვიშის ზემოთ ჩანს, მხოლოდ წვერი და ის 2 კილომეტრის სიღრმის კონსტრუქცია თუ მართალია, მაგას ხო საერთოდ, ანუ მაგას ჭირდება ალბათ სუპერ განვითარებული ცივილიზაცია, ეგ რომ გააკეთო. და თუ ეგეთი სუპერ განვითარებული ცივილიზაცია არსებობდა, მაშინ არის კითხვა რა ბედიეწია. და რა ბედიეწია იმ ცივილიზაციას? ეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ცივილიზაციას არ ეწიოს იგივე ბედი. უნდა დაველოდოთ შემდეგი ნიუსები რა გავრცელდება მსოფლიოში. მანამდე კი დაალაიქეთ ჩემი ვიდეო და ზოგადად იყავით ცხოვრებაში კარგი ადამიანები. კარგი ადამიანები თუ არ ვიყავით, აბა.